საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 იანვარს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ანტონ მეორის ხსენებას აღნიშნავს. იგი იმ ქართულ მამულიშვილთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება და სარწმუნოებრივი მოღვაწეობა ერისა და ქვეყნის სამსახურს შესწირა. წმინდა ანტონი საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრად 1788 წელს დადგინდა და ერის სულიერი წინამძღოლი იყო 1810 წლამდე. მეტად რთულ და მძიმე ვითარებაში მოუხდა მოღვაწეობა წმინდა ანტონ კათოლიკოსს. რუსეთის სახელმწიფო გეორგიევსკის ტრაქტატით არ იყო კმაყოფილი და ქვეყნის სრულ დაპყრობას გეგმავდა, რაც 1801 წელს განახორციელა კიდეც. ქართლ-კახეთის დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიამ იმპერიის წინააღმდეგობის მიუხედავად კვლავ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, რაც კათოლიკოს პატრიარქ ანტონ მეორის დიდი დამსახურება იყო. მხოლოდ მისი რუსეთში გადასახლების შემდეგ გახდა შესაძლებელი მრავალსაუკუნოვანი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება. წმინდა ანტონ მეორე 1762 წელს დაიბადა. იგი იყო მეფე ერეკლე მეორისა და დარეჯან დედოფლის ვაჟი. როგორც ცნობილია, მის აღზრდას უშუალოდ ხელმძღვანელობდა იმდროინდელი კათოლიკოსი ანტონ პირველი და სწორედ მისგან ისწავლა მომავალმა პატრიარქმა საღვთისმეტყველო საგნები და ლიტერატურა. სრულიად ახალგაზრდა აღიკვეცა ბერად და მისი მოძღვრის პატივსაცემად ანტონი ეწოდა. 1784 წელს ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს. ამავე წელს მას ქართლ-კახეთის სამეფოს ნებასურვილით ალავერდის მიტროპოლიტად დაასხეს ხელი. 1799 წელს კი ანტონ პირველი კათოლიკოსის გარდაცვალების შემდეგ საპატრიარქო ტახტის საჭედმკრობელი გახდა. ერის სულიერი წინამძღოლობა დაიწყო აღმშენებლობითი საქმიანობით და მტერთა შემოსევებისაგან დანგრეული ეკლესია-მონასტრების აღდგენას შეუდგა. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ქრისტიანობის გამტკიცების მიზნით მისიონერთა საკმაოდ დიდი ჯგუფი მიავლინა. მისი ხელშეწყობით 1792 წელს იმერეთის სამეფოში ტახტისთვის ატეხილი ბრძოლაც თავიდან იქნა აცილებული. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებამდე ნათლად ჩანდა, რომ სასულიერო დასს ისეთი პიროვნება ედგა სათავეში, რომელიც ერის გადარჩენისთვის თავდაუსაკავად იღვწოდა. მაგრამ მე-19 საუკუნის დასაწყისში ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებამ საქართველოს ეკლესია მძიმე ვითარებაში ჩააგდო. მეფე გიორგი მე-12-ის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში განუკითხაობა ბატონობდა. ეკლესია იყო ერთადერთი ძალა, რომელიც მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. სახელმწიფოებრიობის დაკარგვით აღშფოთებულ ანტონ კათოლიკოსს არ შეეძლო აშკარა პროტესტის გამოხატვა. მისი პროტესტი იმაში მჟღავნდებოდა, რომ სამეფოს გაუქმების შემდეგაც ეკლესიაში წირვა-ლოცვის დროს მეფე ფარნაოს ბატონიშვილს მოიხსენიებდნენ. რუსმა მოხელეებმა ასეთი მოქმედებების გამო კათოლიკოსი არაერთხელ გააფრთხილეს. რუსეთის ხელისუფლება ძალადობას მიმართავდა წმინდა ანტონ მეორე კათოლიკოსის მიმართ. ბუნებრივია, რომ სახელმწიფოება დაკარგულ ქვეყანაში დამპყრობელი ვერ მოითმენდა დამოუკიდებელი ეკლესიის არსებობას და ამიტომ ცარიზმმა დაიწყო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებისთვის ბრძოლა. მათი სურვილი იყო საქართველოს ეკლესია რუსეთის სინოდისთვის დაექვემდებარებინათ. ავტოკეფალიის გაუქმების გზაზე მათ წინ ეღობებოდა კათოლიკოს პატრიარქი ანტონ მეორე. ამიტომ გადაწყვიტეს მისი ჩამოშორება და რუსეთში გადასახლება. მიზნის მისაღწევად ისინი სხვადასხვა ბინძურ ხერხებსაც მიმართავდნენ. მაგალითად, პატრიარქს ბრალს დებდნენ საეკლესიო ქონების მითვისებაში. აუკრძალეს ახალი სასულიერო პირების ხელდასხმა და ეპარქიაში მღვდელმთავრების დადგინება. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ციციანოვი, რომელთან შეთანხმების გარეშეც ანტონ კათოლიკოსს გადაადგილების საშუალებაც არ ჰქონდა. შექმნილ სიტუაციაში ანტონ მეორე დიპლომატიურად მოქმედებდა, რაც რუსი მოხელეების აღშფოთებას იწვევდა, რადგან მათ პეტერბურგიდან ჰქონდათ მითითება, რომ იგი აუცილებლად უნდა გაეწვიათ. მთავარმართებელმა ტორმასოვმა კათოლიკოსის დიპლომატიას თავისი მზაკვრული გეგმა დაუპირისპირა. მან ანტონ მეორის შესთავაზა მოეხდინათ საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაცია ისე, რომ მისი უფლებები არ შეზღუდულიყო. ამ მიზნით იგი რუსეთში უნდა გამგზავრებულიყო, სადაც სინოდის ხდომას უნდა დასწრებოდა საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის გამო. ტორმასოვი თავისი გეგმის განხორციელებისთვის იყენებდა რუსეთიდან ახლად დაბრუნებულ მთავარეპისკოპოს ვარლამ ერისთავს, რომელიც რუსეთის სინოდის წევრადაც ითვლებოდა და კარგად იცნობდა რუსეთის ეკლესიის სტრუქტურას. შემოთავაზებულ წინადადებაზე ანტონ მეორემ უარი განაცხადა, რადგან იცოდა, რომ მის რუსეთში გამგზავრებას ავტოკეფალიის გაუქმება მოჰყვებოდა. მაგრამ მის მიმართ განხორციელებულმა რეპრესიებმა აიძულა იგი 1810 წლის 3 ნოემბერს თავის სამშობლოს გამოსთხოვებოდა და თანმხლებ პირებთან ერთად პეტერბურგში ჩავიდა. იმპერატორმა 1811 წლის 30 ივნისს კათოლიკოს უბოძა ორი რესკრიპტი. პირველში აღნიშნული იყო, რომ ახალ მმართველობასთან შეუთავსებელი იქნებოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ამიტომ იგი უნდა გაუქმებულიყო. მეორე რესკრიპტით მას უნარჩუნდებოდა კათოლიკოსის ტიტული და რუს მღვდელმთავრებს შორის მეხუთე ადგილს დაიკავებდა. დაკარგული ტახტის საკომპენსაციოდ იმპერატორმა სხვადასხვა დროს მას უბოძა ძვირფასი ქვებით შემკული პანახია და დაუნიშნეს წლიური პენსია. პატივაღრილი კათოლიკოსი, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ იქნებოდა იმპერატორის გულუხობით. პეტერბურგიდან წმინდა ანტონი მალე მოსკოვში გადავიდა, შემდეგ ტამბოვს შეაფარა თავი. პროვინციაში წმინდა ანტონი არავის გახსენებია. იგი უდიდეს სიღარიბეში და გაჭირვებაში ცხოვრობდა. ჩრდილოეთის კლიმატურმა პირობებმა წმინდანის
ჯანმრთელობა ძლიერ შეარყია. დიდი თხოვნის შემდეგ მას ნება დართეს პეტერბურგში გადასულიყო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ანტონ მეორემ სამშობლოში დაბრუნება ითხოვა, რაზეც სასტიკი უარი მიიღო. სიცოცხლის ბოლო წლები კათოლიკოს პატრიარქმა ნიჟნი-ნოვგოროდში გაატარა. ანტონ მეორე კათოლიკოსი გარდაიცვალა 1827 წლის 21 დეკემბერს. იგი ჯერ დაკრძალეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. ამ უკანასკნელის დანგრევის შემდეგ კი გიორგი გრუზინსკიმ 1851 წელს იგი ფერისცვალების საკათედრო ტაძარში გადაასვენა. წმინდა ანტონის სურვილი გარდაცვალების შემდეგ მისი ნეშტი მშობლიურ მიწას დაბრუნებოდა. იმდროინდელმა საქართველოს მთავარმართებელმა პასკევიჩმა არ შეასრულა. მოგვიანებით ეს ტაძარიც კომუნისტებმა დაანგრიეს და ეკლესიის დანგრევასთან ერთად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ანტონ მეორის საფლავიც დაიკარგა. უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო, სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი მოკრძალებითა და დიდი სიყვარულით გილოცავთ აღსაყდრებიდან 39 და დაბადებიდან 84 წლის იუბილეს. ღვთის განგებამ გამოგარჩიათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ერის სულიერ მწყემსმთავრად და აქედან დაიწყო ჩვენი ერის შემოbrunება უფლისა და ეკლესიისაკენ. განუზომელია თქვენი ღვაწლი და დამსახურება. თქვენ გვასწავლეთ, რომ ღმერთის სიყვარული არს და მისკენ მიგვიძღვებოდით. თქვენ შექმენით ახალი ეპოქა უძველესი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისა. მიაღწიეთ საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარებას, აღადგინეთ ეპარქიები, დააარსეთ სასულიერო და საერო უმაღლესი სასწავლებლები. თქვენ ქართველი ხალხის ჭეშმარიტ მამად გიცნობთ მსოფლიო. თქვენ ხართ ანთებული სანთელი, არ მოგუკლებოდეს ნათება მისი და თქვენი მწყემსმთავრული ლოცვა კურთხევა მრავალსა წელსა მრავალ ჟამიერ. ასეთ ბელად ულოცავენ სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის წევრები საქართველოს ეკლესიის საჭადმყრობელს დაბადების დღეს. სწორედ მილოცვის ტექსტით იწყება მონასტრის მიერ გამოცემული ჟურნალის სამთავროს მაყლოვანის პირველივე გვერდი. წლის პირველივე ნომერი სწორედ საქართველოს ეკლესიის მეთაურს და მის ღვაწლს ეძღვნება. მისი უწმინდესობა განსაკუთრებით არის დაკავშირებული სამთავროს მონასტერთან. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ იგი ბავშვობიდან აქ მოდიოდა ხშირად, რადგანაც მისი ნათლია იყო სამთავროს მონასტრის წინამძღვარი იღუმენია დედა ზოილე დვალიშვილი და გარდა ამისა მას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ჩვენი მონასტრის წინამძღვართან იღუმენია ქეთევანთან. დედის წერილი კათოლიკოს პატრიარქს, პატრიარქის მოგონებები, უწმინდესის სახლი მცხეთაში, პატრიარქის ნათლია იღუმენია ზოილე, რომელიც სამთავროს დედათა მონასტერს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, უწმინდესის სულიერი მოძღვარი არქიმანდრიტი შიო, საეკლესიო ტიპიკონი, უფლის საჩუქარი, პატრიარქის საგალობელი ალილუია და ჟურნალის ფურცლებზე პირველად დაბეჭდილი საგალობლის ნოტები, მშობლების მიერ შვილების დალოცვა და სხვა მრავალი პუბლიკაცია. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სტატიებისა, რომლებსაც დაინტერესებული მკითხველი სამთავროს მაყლოვანის ახალ ნომერში წაიკითხავს. აღსანიშნავია, რომ გამოცემა მოიცავს მნიშვნელოვან და ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ ფოტომასალას. ჟურნალისტვის მასალების უმრავლესობა მონასტერშივე არსებულ მდიდარ არქივშია მოძიებული. არქივიდან არის წასული ეს მასალები და მინდა აღვნიშნო, რომ როცა იღუმენია ქეთევანმა აღნიშნა 2017 წლის პირველი ნომერი მიეძღვნება პატრიარქს და მაშინ მე პირველი რაც გავაკეთე არქივში შემოვედი და მომკიდე აი ამ წინგს ხელი. ეს არის პატრიარქის მიერ დაწერილი ტიპიკონი, შექმნილი ტიპიკონი და მისი წინასიტყვაობა არის აქ პატრიარქის. მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი და არაერთხელ შემევლია ამ წიგნისთვის ხელი და მიფიქრია, რომ ნეტა მეთქი ეს წინასიტყვაობა პატრიარქის მეთქი, სადმე არ დაიბეჭდება მეთქი, ჩემთვის ფიქრობდი. და მართლაც ღვთის შეწევნით და იღუმენია ქეთევანის კურთხევით დაიბეჭდა სამთავროს ჟურნალში, სამთავროს მაყლოვანში. შევეცადეთ ამით გაგვეხარებინა უწმინდესი, ნახა კიდევაც უწმინდესმა როგორც კი გამოვიდა ჟურნალი, მამა ლაზარე ბრძანდებოდა გაგნიძე უწმინდესთან და გადახედა ჟურნალს დედის წერილზე
უთქვამს, რომ ეს დღე იპოვეთო და ამიტომ თვალზე ცრემლიც მოადგა. ეს ჩვენი სიხარულიც ეს არის, რომ უწმინდესი გავახაროთ ამით და ძირითადად შინაარსობრივად აქ უწმინდესია მიძღვნილი ის რაც მის თქვა სამთავროსთან ქონა კავშირი უწმინდესი მოგეხსენებათ ბრძანდებოდა რექტორის მცხეთის სასულიერო სემინარიის ამ ჟურნალში არის წარმოდგენილი საარქივო მასალები რაც მონასტერში არის დაცული შემოინახა მონასტერი მოდიდგანვე ამას მონაზონი იოანა უძღვება და დედაოს დახმარებით ჩვენ ჟურნალში საარქივო მასალების წარმოვადგინეთ. მოხარულნი ვიქნებით თუ ჟურნალის შემდგენელნი შეძლებთ მკითხველს გააცნოთ საქართველოში დაცული სიწმინდენი, ბერძნმონაზვნური ცხოვრების სიღრმე, აზრი და მნიშვნელობა, ის თუ რა არის ჩვენი ეროვნული ფასეულობანი, წმინდა ნინომ დაალოცოს სამთავროს მაყლოვანის გამომცემელნი და მკითხველნი. ასეთი იყო საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის ლოცვა კურთხევა, მაშინ, როდესაც ჟურნალი პირველ ნაბიჯებს დგამდა. ეს იყო 2010 წელს. დაარსების დღიდან მოყოლებული გამოცემის სარედაქციო კოლეგია ცდილობს მკითხველს მიაწოდოს საინტერესო მასალები, რომლებიც ერის სულიერ აღორძინებას შეუწყობს ხელს. მას დაერქვა სამთავროს მაყლოვანი. თავდაპირველად ერქვა მაყლოვანი 2010 წელს, მაგრამ უწმინდესმა ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა მას დარქმეოდა სამთავროს მაყლოვანი. რადგანაც მაყლოვანი ჩვენ ვიცით, რომ სოფლიოში არის ორი, ერთი მდებარეობს სინას მთაზე და მეორე არის საქართველოში სამთავროში და რომ გაგვერჩი ერთმანეთისგან. სარედაქციო კოლეგიაში არიან მონასტრის სულიერი მოძღვარი არქიმანდრიტი ლაზარე გაგნიძე, სამთავროს მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ქეთევანი კოპალიანი, მონასტრის მონაზვნები და რამდენიმე საერო პიროვნება, რომლებიც გვეხმარებიან სარედაქციო საგამომცემლო ტექნიკური საქმეების მოგვარებაში. მაგალითად ესეთია თია ცაგურიშვილი, თამარ მამაცაშვილი, მაკა სიმონიშვილი, სალომე ზვიადაძე, რეზო თხილიშვილი. ჟურნალ მაყლოვანი საგამომცემლო საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის გამომცემლობა შარავანდის ხელმძღვანელს ბატონ თამაზ შარიქაძეს, რომლის მის სტამბაში იბეჭდება ეს ჟურნალები. მიზანი თვითონ ჟურნალის გახლავთ, რომ მკითხველს გააცნოს ეკლესია მონასტრების ისტორიული კუთხით, ეთნოგრაფიული კუთხით წარმოჩენილი ყველა სიახლეები, წარსული, დღევანდელობაც და ოდითგანვე ჟურნალ გაზეთები ეკლესია მონასტრების სახე იყო გამოსცემდნენ ბერძნმონაზვნები და ამით სიახლეებს აჩვენებდნენ კითხავს ერის ადამიანებს. ეს ჟურნალი როგორც ბერებისთვის, ბერძნმონაზვნებისთვის, სასულიერო პირებისთვის, ასევე საერო ადამიანებისთვისაც არის განკუთვნილი. ჟურნალი სამთავროს მაყლოვანი პერიოდული გამოცემაა და ის საინტერესო პუბლიკაციებსა და სიახლეებს მკითხველს სამ თვეში ერთხელ სთავაზობს. მომდევნო ნომერი აპრილის პირველივე რიცხვებში გამოიცემა. როგორც რედაქციაში ამბობენ, წლის მეორე ნომერი სამთავროს დედათა მონასტერთან მჭიდროდ დაკავშირებულ ახლად შერაცხილ წმინდანებს, ღირს ნინოს სამთავროს დედათა მონასტრის განმაახლებელსა და ღირს იღუმენია ნინოს სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარს და მათ მოღვაწეობას დაეთმობა. აღსანიშნავია, რომ სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარს იღუმენია ქეთევანს წელს მონაზვნური ცხოვრების 25 წელი შეუსრულდა. ვულოცავთ დედა ქეთევანს იუბილეს და ჯანმრთელობას და სულიერ მხნეობას ვუსურვებთ.